საქართველოს განათლების სისტემაში უამრავი პრობლემაა და ამის შესახებ საუბრობენ მშობლები, მასწავლებლები, პროფესორები, სტუდენტები, დამსაქმებლები, პოლიტიკოსები და სხვები, ხო? ზოგს არ მოწონს სახელმძღვანელოები, ზოგს არ მოწონს პროგრამები, ზოგს არ მოწონს სკოლების ინფრასტრუქტურა, ზოგს არ მოწონს ის თუ როგორ იმართება ეს სისტემა და იმისთვის რომ დავფიქრდეთ ხო რა იწვევს დიდ პრობლემებს, როგორც არის მაგალითად განათლების ხარისხის პრობლემები და ხელმისაწვდომების პრობლემები, უნდა დავფიქრდეთ იმის შესახებ რა არის ძირითადი პრინციპები, რომელიც წარმართავს დღევანდელ პოლიტიკას და რა არის ის ნაკლი, რომელიც უნდა აღმოიფხვრას ხალი პოლიტიკის პირობებში. პრობლემები შეიძლება დავაჯგუფოთ შემდეგნაირად. პირველი პრობლემა არის ის, რომ განათლების სისტემა იმართება არადემოკრატიულად და დაქვემდებარებულია პარტიულ ინტერესებზე და ეს პარტიული ინტერესი განსაზღვრავს იმას, თუ ვინ იქნება სკოლის დირექტორი, როგორი გადაწყვეტილება მიიღება, ვის დავაჯილდოებთ და ვის დავსჯით. მეორე პრობლემა ის არის, რომ განათლების სისტემა ძირითადად ცდილობს, რომ რაღაც აკადემიური შედეგების მიღწევებზე იყოს ორიენტირებული, მაგრამ ნაკლებად ცდილობს, რომ გაითვალისწინოს ის, რომ სასტარტო პირობები მოსწავლეებს სტუდენტებს აქვთ არათანაბარი. მაგალითად, მოსწავლეებს სოფელში უფრო მეტად უჭირთ განათლების მიღება, რაც მერე ჩანს ყველა გამოკვლევაში. ჩვენ ვიცით ის, რომ დედაქალაქის აბიტურიენტებს საშუალოდ უფრო მაღალი შედეგები აქვთ, ვიდრე სხვა ქალაქების და კიდევ უფრო მაღალი, ვიდრე სოფლის სკოლადამთავრებულებს მისაღები გამოცდებზე. არასათანადოდ ხდება რესურსების მობილიზაცია და ხარჯვა. მაგალითად, სახელმწიფო არ უწყობს ხელს იმას, რომ სკოლებმა შეძლონ მაგალითად კერძო რესურსები მოიზიდონ. ან არ ხდება ცოდნის წარმოების ინოვაციური მეთოდების შემოტანა უნივერსიტეტებში და სკოლებში. არ ხდება წახალისება, რომ სკოლები განვითარდეს ზოგადად. როდესაც ცვლილებებზე ვფიქრობ, სწორედ ეს პრინციპები უნდა შევცვალოთ. მაგალითად, პირველი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ განათლების სისტემის დეპოლიტიზაცია უნდა მოხდეს იმ გაგებით, რომ არ შეიძლება განათლების სისტემა ემორჩილებოდეს კონკრეტული პარტიის ინტერესებს. მაგალითად, არ შეიძლება, რომ ჩვენ დირექტორების შერჩევის დროს პროფესიონალიზმი კი არ გავითვალისწინოთ პირველ რიგში, არამედ ის თუ რამდენად არიან კონკრეტული პარტიის მომხრეები ეს ადამიანები. ან მეორე პრინციპი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ეს სისტემა და თან განვითარდეს არა მხოლოდ სახელმწიფოს ჩარევით, არამედ ფართო საზოგადოების ჩართვით, ხო, რომ უფრო დემოკრატიული უნდა გახდეს ეს სისტემა, რომ მაგალითად მასწავლებლები უფრო მეტად იყვნენ ჩართულები გადაწყვეტილების მიღებაში, მშობლებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა გადაწყვეტილების მიღების და ასევე მედია იყოს ჩართული და არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ზრუნავდეს კეთილდღეობაზე მოსწავლეების და არა მხოლოდ მათ აკადემიურ წარმატებაზე, რაც უკავშირდება მაგალითად ისეთ პროგრამებს, როგორც არის სასკოლო კვების პროგრამების შემოღება, ან გახანგრძლივებული პროგრამების შემოღება სკოლაში. მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს სოციალური როლიც, ხო, რომ სკოლა იყოს თემის კულტურული ცენტრი, სადაც ხდება შეკრებები, სადაც არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ თემის წარმომადგენლებიც იკრიბებიან, სარგებლობენ სკოლაში არსებული შეკრების ადგილებით, ან ინტერნეტით, აღჭურვილობით და ასე შემდეგ. და ასევე, რა თქმა უნდა ვიზრუნოთ გამართული პოლიტიკის ფარგლებში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზეც, რომ ხარისხიანი განათლება იყოს ხელმისაწვდომი არა მხოლოდ იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც გაუმართლათ და დაიბადნენ შედარებით შეძლებულ ოჯახებში, ან შედარებით შეძლებულ დასახლებულ პუნქტებში, ხო, აი მაგალითად დედაქალაქში. ამიტომ, როცა ვფიქრობთ იმაზე, როგორ უნდა შეიცვალოს პოლიტიკა, პირველ რიგში ეს პრინციპები უნდა შეიცვალოთ და კრიტიკული ნაბიჯები იქნებოდა ის, რომ გავათავისუფლოთ განათლების სისტემა პარტიული კონტროლისგან, შემოვიღოთ ზოგადად მნიშვნელოვანი პროგრამები, როგორც არის თქვა სასკოლო კვების პროგრამა, ვიმუშაოთ იმაზე, რომ სამეცნიერო ცოდნის განვითარება ხდებოდეს, რაც შეიძლება მეტად და სწრაფად საუნივერსიტეტო სისტემაში და მერე ეს ცოდნა ინერგებოდეს როგორც წარმოებაში, ისე განათლების სისტემაში და ხდებოდეს ასევე სტუდენტების ხარდაჭერა, ვთქვათ, სტუდენტური საცხოვრებლების აშენებით თუ სტაჟირების პროგრამებით თუ სხვა. ამისთვის სასარგებლო იქნებოდა მაგალითად ისეთი ნაბიჯების გათქმა, როგორც არის სკოლების განვითარების ფონდის ჩამოყალიბება, ან მაგალითად ის, რომ არსებობდეს თავისუფალი სკოლების ქსელი, რომლებსაც შეიძლებათ, რომ ინოვაციური მეთოდებით მართონ და ასწავლონ, მაგალითად გაძლიერდეს სკოლის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.